ცოტა ძნელი წარმოსადგენი იყო, რაც წავიკითხეთ და ამიტომ გვინდოდა გადაგვაქვს. მოამბეხო პედაგოგიაში ახლა გავშლით. საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისათვის ფიქრობ უკვე კარგახანია გახდა სრულიად ნათელი ის, რომ არანაირი კოჰაბიტაციის დასრულება არ იგეგმება და ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, შეხმატკილებულ პოზიციას ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, როგორც ჩანს, მართლაც სერიოზული გეგმის ნაწილი გახლდათ. ამ განცხადების საფუძველს დასკვნამდე დიდი ხანია გაკეთებული მაქვს, მაძლევს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის ბატონი ბერძენიშვილის დღევანდელი განცხადება, სადაც ის ძალიან გულდაწყვეტით საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოხდა ნაციონალური მოძრაობის რებრენდინგი და რომ ეს თურმე ძალიან სამწუხაროა და რომ ის ძალიან წუხს იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ ახერხებს პოსტსახელისუფლებო პარტიად ჩამოყალიბდეს. ის აცხადებს, რომ ქართული ოცნება გულშემატკივრობდა ნაციონალური მოძრაობის გადარჩენას. ჩვენ ეს ადრეც მოვისმინეთ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა არის ქართული დემოკრატიის გადარჩენა და ვფიქრობ, რომ ქართულმა საზოგადოებამ მართლაც სერიოზული დასკვნა უნდა გააკეთოს. ჩვენ გვპირდებოდნენ და ჩვენ სწორედ ამ ამოცანის შესასრულებლად მივეცით 1 ოქტომბერს ქართულ ოცნებას ხმა, რომ ქართული ოცნება აღადგენდა ქვეყანაში სამართლიანობას, დასჯიდა დამნაშავე ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენ გვპირდებოდა ბატონი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, უფრო სწორად წინა საარჩევნო კამპანიისას, რომ 28 ოქტომბერს კოჰაბიტაცია დასრულდებოდა. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება აგრძელებს მცდელობას ჩამოყალიბდეს ქვეყანაში ორპარტიული სისტემა. გასაკვირი არ არის ყოველივე ამის შემდეგ, რატომ არ ხდება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, რატომ რეალურად არ ისჯებიან დამნაშავენი, რატომ დადის სააკაშვილი ასე თავისუფლად და გვიკითხავს ყველას მორალს, რატომ არავის ქართული ოცნების წარმომადგენლების გარდა არ დაბრუნებია წართმეული ქონება საქართველოში. ასევე ალბათ გასაკვირი არ არის ისიც, რომ ქართული ოცნება იმეორებს ყველა იმ ფასეულობას და რიტორიკას, რასაც ზოგჯერ ვერც კი ბედავდა ნაციონალური მოძრაობა. პატრიარქის პირდაპირ და ღია არამარტო კრიტიკას, არამედ ამ კრიტიკის მოწოდებას, განცხადებას, რომ თურმე საქართველოს ეკლესია რუსეთის დასაყრდენი ყოფილა, განცხადებას ძალიან ბევრ სხვა თემებთან დაკავშირებით, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის შეხედულებებს. ვფიქრობ, ამ განცხადებამ და ამ, ასე ვთქვათ, გოდებამ ნაციონალური მოძრაობის ვერ გაძლიერების გამო ნამდვილად უნდა მიგვაღებინოს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ისეთი პარლამენტი ქვეყანაში, რომელიც რეალურად ასახავს საქართველოს მოსახლეობის განწყობას. აუცილებელია ქვეყანაში დაისვას საკითხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ და დღევანდელმა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის ამ განცხადებამ მე ვფიქრობ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაარწმუნოს ამაში.